მოდი ახლა ვნახოთ ეს მანქანა როგორია მგზავრისთვის და რამდენად კომფორტულია. ეს კიდე უფრო მეტად დაბალია. ანუ აქ გაჭიმოც აღარ მჭირდება კი როგორც გავიჭიმები, იმიტომ რომ ფაქტობრივად თავზე მადავს უკვე ჭერი. და ჩემზე მაღალი ადამიანისთვის წარმოუდგენელი იქნება აქ მგზავრობა და ეს ძალიან ცუდია. წინ კი არის დიდი სივრცე, მაგრამ ჭერზე უკვე აღარ არის ადგილი დარჩენილი საერთოდ. ნახეთ აქ რა განსხვავება არის. წაღან რაც თქვით ძველ CLS-ში. მხოლოდ ორი ადამიანისთვის რო იყო ნამდვილად გათვლილი, იმიტომ რომ შუაში უკვე ბარი იყო განთავსებული და ფიზიკურად ვერავინ ვერ დაჯდებოდა და ეს გადაბმული იყო ეს ორი ბარი, ასე ვთქვათ. აქ ეს უკვე გაუქმებულია. მართალია, სავარდლის აგებულება ისეთია, რომ მაინც გვანახებს, რომ ორი ადამიანისთვის არის გათვლილი, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში დატოვებული აქვს ეს მესამე სივრცე და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ CLS-ი არ არის უბრალოდ სპორტული მანქანა, აღარ არის. ეს არის ჩვეულებრივი საოჯახო სედანად არის გადაქცეული. მარი გვაქვს აი აქ სადაც ძალიან პატარა სივრცე არის და ჭიქის ჩასადებები ასეთი უცნაური ფორმის, რომელიც პირველად ვნახე ეს კლასის კუპე რო გადავიღეთ ძალიან ადრე თუ გახსოვთ, ვერ ხვდებოდი აქ ჭიქა როგორ უნდა ჩამედო და მე რომ ხვდე ჭიქა იჭერს თვითონ თავის თავს. და აქ არის კიდევ საფერფლე აქაც ქონიათ. 2018 წლიან მანქანაში რატოა საფერფლე? საფერფლე და დამატებული არის უბრალოდ USB პორტი. მეტი არაფერი. კომფორტული ნამდვილად არის. სავარძელი ისეთი ფორმის არის, ძალიან კომფორტულია. უბრალოდ აი დაახლოებით 175 სანტიმეტრის მქონე ადამიანმა იმგზავროს აქ უფრო მაღალი ფიზიკურად ვერ დაჯდება.